გახსნა ეს არის შოუ მთავარი ბიჭები. ქალაქში სირბილს მოუდგოთ ვერ გავიგე და მე აქ შემოდი ვარ უკვე ძალიან დაღლილი ვარ. აბა სხვანაირად ხოძე ვერ ვიქნები. ფეხით რომ მოვიდეთ. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი შოუ გვინდა დავიწყოთ მილოცვით. გვინდა მიულოცოთ, ოღონდ არ ვიცით ვის მიულოცოთ. რაშია საქმე იცით, ჩვენი ახლა ეს შოუ ჩაწერილია არჩევნებამდე. არჩევნები ჩატარდა, როგორ დასრულდა წარმოდგენა არ აქვს. არ ვიცით ვის მიულოცოთ, რა მოგილოცოთ, ვინმე ახალი მოვიდა, ძველები გაგძელდნენ, რაშია საქმე, რა ხდება, ასე რომ არ ვიცით ვის რა მიულოცოთ, რომელი ხარ, ვინა ხართ, არ ვიცით, მაგრამ ვინც ხარ მიხედეთ? აბა თქვენ იცით მიხედეთ საქმეს, წავად ჩვენ საქმეს მიხედავთ, თქვენ საქმეს მიხედეთ, აი ესე მარტივად გასაგებად, გილოცავთ, ვაშა, აიია, იმედია ახალი საქართველოში ვცხოვრობ, ვანიკო. სიმაგის იმედი გქონდეს და ქვეგეთქვით რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია Bet Market ლიდერ ბეთისგან. მოკლედ, დღეს გვინდა ვისაუბროთ ყველასთვის გასაგებ, ნაცნობ, საჭირო რაღაცაზე, ეს არის ფული. ფული ხო ვიცით რაც არის? მანი. ფულზე გვინდა ვიყავაროთ. ფული ზოგადად რა ხდება? სად არის ფული? აი სად არის? სადაა? სადა? შენ აგაქვს ფული? არა გაქვს. შენ აგაქვს? არა გაქვს. თქვენ აგაქვთ? არა გაქვს. ვის აქვს? სად არის ფული? სად არის ფული? სოლოლაკში. და მოკლედ, ფული არის სოლოლაკში. ხო. მე მგონი შეიძლება ახლა სოლოლაკში არ იყოს, ახლა შეიძლება სადღაც სხვაგან იყოს იქეთ დასავლეთის. ზოგადად იქ ინახება ქედმაღლურად. აჰა, ზოგადად იქ ინახება. მოკლედ რა, ახლა ილო რაღაც მინიშნებებით საუბრობს, მაგრამ მე მგონი გასაგებია სოლოლაკს სადაც მიუნიშნე შენ, ხო? ხო? ყველაზე ფულიანია, ფულზე ხა ყველაზე ფულიანი ადამიანი, ვინც გახსოვს. არა, თქვენ აფულს გულისხმობთ ხელის ჭოუჭს. ხო, აი მე ფულს როგორც განს ისე უყურებ და მე მიმაჩნია რომ ჩვენი განსი არის ბოტანიკური ბაღი. მართლა? მე ეს თქვენ რაღაც სხვა გეკითხებით. მაგრამ ჩვენ მაინც აი ხვდებით როცა ფულზე ვლაპარაკობთ, მაინც ვიღაც ფულიანი კაცი გახსენდება, ფულიანი ტიპი გახსენდება და ნუ ახლა აგერ სოლოლაკი რახან ახსენა, აგერ მაგალითი გვაქვს ქვეყანაში, ხო? უკვე მე რამდენი არჩევნები ჩატარდა, როდესაც ადამიანებმა ფული ავირჩიეთ, ხო? მოდი და ნუ აირჩევ ახლა დღეს რა ფულს. ფული მოდი და ნუ აირჩევ, ავირჩიეთ ფული, მაგრამ თავის დროზე გახსოვთ ეს ბატონიც როგორ ავირჩიეთ? ბატონი როგორ ავირჩიეთ ეგ ბატონი, აი როგორ ავირჩიეთ? ბატონი არა სახალსატო არა. ბატონი ბიძინა ხო ავირჩიეთ? ხო და ბატონი ბიძინა არ აგვირჩევით? არა. ჩვენ როგორც თქვი ფული ავირჩიეთ. ფული ავირჩიეთ. ხო, ნუ აი რატო ავირჩიეთ? აბა ეხა მისი საგმირო საქმეებით ამ ადამიანს არ ვიცნობდით. ფული თავად რით იშოვნა და გამოიმუშავა ამასაც. არც არ ვიცოდით ნამდვილად. საერთოდ როგორი იყო ისიც არ ვიცოდით. რაზე ფიქრობდა, რას აპირებდა, საერთოდ არ ვიცოდით, მაგრამ ერთი კი ნამდვილად ვიცოდით, რომ რამდენიმე მილიარდთან მქონდა საქმე, ხო? ესე იყო ფაქტი. შემდეგ დავითვალეთ, რამდენი ოჯახია საქართველოში, შემდეგ ეს მილიარდი ამ ოჯახზე გავყავით, მე მგონი არავის სხვა რა, რაზეც ლაპარაკობ, ხო? ყველა ხვდები. არა, ეგ ძალიან აქვე იყო 2 დღის წინ, ხო? დავითვალეთ, რამდენი მილიარდი ქონდა ერთ-ერთ ადამიანს, მე გავყავით ოჯახების რაოდენობაზე საქართველოში და თითო ოჯახს საკაიფო კუში მოგვიწია და ვთქვით, აჰა, ეს არის ჩვენი ეს არის ჩვენი საშველი, ეს არის ჩვენი პრობლემა. გერგოთიდან იმ საერთო წილიდან. როგორც ყველას ერგო, ისე გვერგო ჩვენც. ვანიკოს ერგო? ანუ არაფერი. ვანიკოს ერგო უფასო ფული. უფასო ფულზე რო იძახდა, კაცი, აი რას ტყუოდა მითხარი. ბიჭო, რა მაგრამ დავიკერეთ ისე, რეებით დავიკერეთ. ფულით და თან უფასო. ფულით, არა, თან უფასო ფულზე სანამ გადავალ. უფასო ბევრი ფული. 7 მილიარდი, იმის 7 მილიარდი ხო გავიყავით ჩვენ. ის ეგრევე მოვიდა ჯიგარი და რაც აქვს ყველაფერი დადო და წავიდა ეგრე ავირჩიეთ. ესე წარმოვიდგინე, ხო. უფასო ფულს ხო პირდებოდა და. დაგპირდა კი. მე რა შესრულდა? ფული გააქვს? ფული, აუჩა რა. უფასო ფული რა არის? არა ფული. უფლო ფული? უფლო ფული. არა ფული. ფული რომელსაც ფასი არა არის. არა არის ფული, ხო? კი ბატონო, გასაგებია. გასულა ის კაცი არის. გასაგებია. მივხვდი ყველაფერს, კაცო. ეს უფასო ფული ანუ გააჩინა ადამიანმა იმით, რომ არსებულ ფულს შესაბამისი კურსი დაუყენა რა. ხო, რაღაცა საცოდავი 1 და 6-ები და რაღაცები ხო გვახსოვს? და შემდეგ შესაბამისი კურსი და გახდა უფასო ფული. ხო გაუგებარია? კი. ხო, გაუგებარია. კი, გაუგებარია. ხო, მოკლედ ეგეთი ამბავი გვაქვს. რა ვქნათ, ეხლა ფულზე უცებ ყველაზე ფულიანი კაცი გაგვახსენდა და ეგ იყო რაც ვიფიქრეთ. ისე ქვეყანაში როგორ არის ეხლა, ნუ გასაგები ფულიანი ადამიანები ყავს, ბიზნესმენები ყავს. საშუალო ხელფასი რამდენია, ხო არ იცით? არ ვიცი, რამდენი 1000 ლარამდე? არის 1000 ლარი არის. ხო და 1000 ლარი მე მგონი და პირობითად რა და ხოლმე 1000 ლარი იქნება და ძალიან უმადურები რო ვართ ყველაფერში, ეგრეც ნუ იქნებით. აი ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ იმ ადამიანების, რომლებიც შოულობენ ერთი 40-50000 ხო თვეში. ხო. აქედან გამომდინარე არის ეს საშუალო ხელფასი 1000 ლარი, თორე ისინი ნაკლებს შოულობდნენ. რამდენი გექნებოდა? მაგათი დამსახურებით არის, რომ საშუალო ხელფასი გვაქვს 1000 ლარი. ესეც ხო გაუგებარია? აჰა. კი ბატონო, გაუგებარია. მე დასკვნას გავაკეთე. გაუგებარია. აი ესეთი ამბავი გვაქვს რა. ვერ გავიგეთ ფულზე ვილაპარაკოთ თუ უფულობაზე რა.
რაც ვიცი თქვენგან ეკონომისტები არ გამოვა მე ამის დასკვნა შემილი არ ჩემგან სხვათა შორის რა ხო სხვათა შორის ფულზე და იმაზე გამახსენდა მე ისევ იმ კაცზე ფულიან კაცზე რომელსაც ველოდებოდით როგორც მესიას რომ ბევრ ფულს მოიტანდა და დაგვაყრიდა თავზე რა ერთი ეგეთი შემთხვევა მახსენდება თუ გახსოვთ როდესაც ესე იგი მოვიდა ფულიანი კაცი ხელისუფლებაში იმ პერიოდში კახეთში სეტყვა იყო და ვენახები და ის სეტყვა და ის ფულიანი კაცი დაეხმარა კახელებს გახსოვთ მე ამაზე ამბავი ყავდა ისა რომ კახელებმა ზოგმა მანქანები იყიდესო ზოგმა რა ვიცი სახლები აიშენესო იმ ფულითო ვენახის დასვა რაღაცები იყო ეგეთი თუ გახსოვს რა ვენახლე ხო და ერთი მეგობარი მყავს რა და ბიძამისთან ვიზა ყავს კახელი ისაც და ვენახი და ეს კაცი ამბობს რა ნუ ყურე ხარ პირდაპირ მაგალითი იმის რა ფული ყველას გვინდა მაგრამ გამომუშავებასთან გვაქვს რაღაცნაირი დამოკიდებულება ჩვენ რა ქართველებს რა ანუ ზარმაცები ვერ ვიტყვი მაინც და მაინც ვართ ხო ასეთ ამბავად ვერ ვიტყვი მაგრამ ნუ იაფ ფულზეც არ ვამბობთ ფაქტია უხთახორები ვარ უხთახორობა რომ ყველას გიყვარს ახლა ამას ეროვნება უხთახორობას ეროვნება არ გააჩნია ეს ნუ ახლა რაღაცნაირად ყველას აქვს რა ხო და აი ხ მაგის მაგალითი მახსენდება ეხლა გამახსენდა რა რო დაისეთყვა ის ვენახები და ის ჯიგარი რო დაეხმარა იქ კახელებს ვიღაცას ფული გადაურიცხეს თუ რაღაც ეს ადამიანი წუხდა რა ესო რა არის ეს არისო სამართალიო ღმერთის არ არსებობს ეს იძახის რა ეს კახელი კაცი მეგობრის ბიძა რა იყო მეთქი ვეკითხები ბიჭო სამართალია ესაო სადარიო ღმერთიო სეტყვამო გადავარაო და მთელი კახეთისო ჩვენი მხარეო მთელი ვენახები დასეტყვაო და გაანადგურა გააფუჭა ყველაფერიო და მე ვაგერო ხალხსო კომპენსაცია მისცესო ვაგეო შეხედე წინო მერსედეს რო უყენიაო მაგ ფულით აკო ნაყიდიო მაგასო მეუბნება და ღმერთო ღმერთიც არ არის ჩემსკენო ღმერთსაც სამართალი არა აქვს ამ სეტყვამ ისე გადაიარა ჩემსაც ერთი კაკალი არ მოხდა არ გააფუჭა არაფერი აი ხვდები აი ესეთი ამბავი გვაქვს როცა ასე გინდა რომ ხეირი იპოვნო და ფულის გამომუშავება არ გინდა მე ცოტა გვერხევა რა მაგრამ ამ სახელმწიფო მე მგონი ცოტა გომას გვერხევა რა. ყველა შუაზე იხევა, ვალებს, ყველას ვალი აქვს მსოფლიოში, ხო? აი, ყველამ გაგვაშავა. სახელმწიფოს ჩვენს ვალი გვაქვს. ჩვენს ქვეყანას სახელმწიფოს ჩვენ გაშავებული. ვალი, გაშავებულები ვართ. კოლექტიური გაშავება. კოლექტიური გაშავება, არავინ აღარ მოგცემს ვალს. თავდებშიც აღარავინ აღარ ჩაგვიდა, ნუ ლიეტუა თუ პატარა წაგვეხმარება. ეხა უკვე აქ მეზობელი არავინ. აქ მეზობელი აღარ. აი, უბილიუსი ვეღარ იქნება შენი თავდები. ხო, აი მე როგორ შედაბჭილება მორჩება, იცი, ჩვენ დალომბარდებული ხო გვაქვს ეს ქვეყანა, პროსტ ტარების უფლებით. კი, ლომბარდში გინდა ტარების უფლება. ქვეყანაში ტარების ფული ეგრეა. ჩვენთან ფული ეგრე ჩდება რა, ფული გინდა, სადღაც ლომბარდში. და სხვათა შორის ისე ფულის თემა რო გავაგზელოთ, ხო? ყველათ უწუნებთ ამდენს რა. თქვენ გიხაროდეთ. რა უნდა გვიხაროთ? ფული მათ შორის მეც. აი ეგ. რანაირად უნდა გვიხაროდეთ? ქვეყანაში არის უფულობა, ბიჭო. მომის ვიძახით რომ ყველაფერი ამის ბრალია რომ გაუნათლებლები ვართ ეს. უფულობის ბრალია ყველაფერი, გაუნათლებლობა. 91 წლიანი ხო ხარ? მერე? არ გაქვს ნანახი ფილმი დიდრები სტირიან? იყო ეგეთი სერიალი ბაგატი ეტოჟე პლაჩოთ რომლის თავარი პერსონაჟი იყო მარიანა იცი რა ცუდად იყვნენ 200 სერია უყურებდი დიდრების პრობლემებს და დამიჯერე ჩვენი ხელისუფლება რომელიც ხშირად უსამართლოდ ილანძღება ეს ყურადღება ეს ფრაზა გაისმა მთავარ არასწორ რომელიც უსამართლოდ ილანძღება სინამდვილეში ჩვენზე ზრუნავს მას არ უნდა უბრალოდ მას თვითონ ბიზნეს გამოცდილი აქვს რას ნიშნავს როცა ბევრი ფული გაქვს რამხელა პრობლემები ეს არ უსურვებ მის ადგილას ყოფნას დიდი ამერიკელი პოეტი ნოტარიუს ბიაიჯი იტყოდა more money make more problems მეტი ფული, მეტი პრობლემა. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას უნდა რომ მისი მოქალაქეები იყვნენ ყველანაირი პრობლემისგან თავისუფალი, იმიტომ რომ არ გაქვს ფული, არ გაქვს პრობლემა. ეს თანამედროვე გადაკეთებული ფრაზაა სტალინის არ არის კაცი, არ არის პრობლემა. არ არის მას კიდევ უყვარს სტალინი. არ არის ფული, არ არის პრობლემა. ასე რომ მადლობა იმისათვის რომ დაგვაბრუნეთ 90-იან წლებში ხალხო, როდესაც მიწისძვრები იყო, მაგრამ კაპიკი არ ქონდა, ორი მოხარშული კარტოფილი, მაქსიმუმ შემწვარი ყოფილიყო ცეცხლზე, გამოდიოდით, ვიყურებოდით ცაში, უყურებდით ვარსკვლავებს და ვიყავით ბედნიერები. ეხლა მერე გამოვიდა smartphone-ი, ყველა მით თავი ჩაყვა, მაგრამ ხელისუფლება ხდება. აი მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილი ახალხანს ათონზე იყო. მან თვითონ მოყვა როგორ იყო ათონზე. ის აღარ უთქვია რა ქვია ის ბერს კიდე რა კითხა რომ ბერს თურმე სინამდვილეში ირაკლი ღარიბაშვილმა კითხა რომ აი ხალხი ჩვენ შეგვიძლია რომ ფული მივცეთო მამაო მაგრამ რო გავაუბედუროთ ამითო და იმან უთხრა რასაც გული გიგზნობს ისე გააკეთე მაგრამ მე კი ერთს გეტყვიო რომ ფული ჯოჯოხეთურიაო ჯოჯოხეთს ანას დიახაც ამიტომ გადაწყვიტა სახელმწიფო მიზრუნოს ჩვენზე და ვიყოთ უკაპიკო თან ისინი მთავრობაში უყვართ კითხვა სხვათა შორის რაც არ უნდა კომიკურად ჟღერდეს კითხვა მოსმენაც უყვართ ყურებაც უყვართ კითხვა და შესაბამისად მათ წაიკითხეს არქიპოს ეთურის მონაკოთი დათა თუთაშხიატთან პირდაპირ ეს გენიალური პერსონაჟი რა თქმა აბა რა თქმა უნდა ასე რომ გილოცავთ ხალხო ჩვენ ვართ
ყველაზე უფულო ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ვართ ყველაზე ბედნიერი ერი. ხო, მოკლედ რა, მაგის გარდა კიდე რა არის, რაც დავაკვირდეთ ქვეყანაში, ყველამ გამოვიმუშავეთ, ფულის შოვნის, ფულის არ გადახდის, ყველა მექანიზმი, ხო, ფულიდან დაძრომის, ყველა მექანიზმი მოფიქრეთ. მექანიზმი არ არის ქართული. ყველა ხოდი. ხოდი. კარგი იყოს ეგრე. ხო და მოკლედ უყურეთ ახლა რა, როგორი ისა გვაქვს? კანონიც ეგეთია, ხო? კანონი შრომის კანონი რაღაც არსებობს, ხო? შესაბამისად კომპანიებს, რომლებიც ადამიანებს ასაქმებენ, ხო? ჩვენ არის ესეთი სტაჟირება. ხო, ყველამ ვიცით რას ნიშნავს სტაჟირება. სტაჟირება არ შეიძლება იყოს მაგალითად 17 წლიანი. ან 48 წელი ადამიანი იყოს სტაჟიორი, ხო? ხო არ იქნება სწორი. ამიტომ კანონი ესე იგი არეგულირებს ამ ამბავს, რომ 6 თვით შეიძლება ადამიანი ყავდეს სტაჟიორად, შემდეგ თუ გადაწყვეტ რომ დარჩეს, უნდა გადაუხადო ფული, თუ არა და უნდა დაემშვიდობო. ვეღარ ეტყვი კიდე რომ აი მოდი, იცი რა, ერთი 8-9 წელი კიდე იარე აქ მოდი სამსახურში. ეს მათ განსაკუთრებით გასაკუთრებით ვის სტაჟირებას გადიან უკვე მერვე წელია და არიციან რომ ეს არ უნდა იყოს, მეგობრებო. აი ხედეთ მეგობრებო თქვენ გატყვევი. თქვენ გატყვევი. მოკლედ, ასევე კანონი ქვეყანაში რაღაცნაირად არეგულირებს სხვა ვადებსაც, ხო? პატიმრობის ვადაც კანონით რეგულირდება. ნუ ასე. ხო, ნუ ასე ვთქვათ რა, აი მაგალითად არის წინასწარი პატიმრობა, არსებობს ეგეთი რაღაცა. ხო თქვი ანუ სტაჟირებიდან ეხლა რატო გადავედი? სტაჟირება რა არის 6 თვე ადამიანი რომ დადის სამსახურში ბუნებრივია თვითონ იხდის ხარჯებს, ანუ მისი ხარჯით 6 თვეს გადის სტაჟირება სამსახურში, ხო? ფული ჭამა. ხო, აი მაგალითად ზის ფული, ჭამა, მკურნალობა, ნუ რა ვიცი, რამდენი რაც არის საჭირო, ამ ადამიანის ხარჯს თვითონ იღებს ადამიანს. სტაჟირებაზე ამბობ. სტაჟირებაზე გულისხმობ და რაც შეეხება აი იგივე წინასწარი პატიმრობა, მაგალითად იგივე რომელიც კანონით რეგულირდება, მისი დროც არ შეიძლება ადამიანი წინასწარ პატიმრობაში ყავდეს 40 წელი მაგალითად, ხო? აი სიტყვაზე 9 თვე წინასწარი პატიმრობა. ამ დროს გაჭმევენ ნახეთ, პროცესებზე მათი ხარჯით დაყავხარ. თუ იქ რაღაც მკურნალობის ამბავი ისინი ანუ ხარჯები მათია. ხვდებით ქვეყანაში როგორი მდგომარეობა? აი ესეთი სიტუაცია გვაქვს რა ქვეყანაში რა. ნუ არის რა გითხათ რა. თქვენ გადაწყვეტეთ ახლა რა ვიცი, რომელი ჯობია? სტაჟირება თუ წინასწარი პატიმრობა? აი ეგეთი მდგომარეობა გვაქვს. ადამიანი ირჩევს რომ დაფიქრდეთ. რა ვქნა ახლა სტაჟირება გავიარო, სადაც მე 6 თვე შეიძლება მითხრან რომ იცით რა რაღაც ვერ გამოვიდა და გამიშვან და სივში კიდევ ერთი უფასო სტაჟირება ჩაგეწეროს. ხო ხდები ამას კიდე ესეც ცალკე ხრიკია, გეუბნებიან ხოლმე მაგასაც დარწმუნებული ვარ რომ თქვენ სივში ჩაგიწერთ რომ თქვენთან იმუშავეთ და ფულს არ მოგცემთ, არაფერს არ მოგცემთ, მაგრამ სივში ჩაგიწერთ. და არ გიდათ სივში არ ჩაწეროთ არაფერი, ფული გამოვართით, ფული მოთხოვნეთ. ფული უთხარ. ან წინაპატიმრობის ვარიანტია, იმათ გადაახდევინეთ. კიდე სხვათა შორის ერთი რამე ხო სანამ გადავალ სხვა რაღაცებზე, მინდა აღნიშნო ერთი ისტორია მაქვს რა, რომ ერთი პერიოდი დავდიოდი ეს ადრესადაც ძველი მერია, ეხაც ხო ძველი მერია, ადრესადაც მერია იყო უბრალოდ. ეხლა თავისუფლებას ის მერია, ჩემთვის ის ყოველთვის მერია, თავი მერია დარჩა. იქ მოკლედ რაღაც ერთი პერიოდი დავდიოდი ხოლმე რატო იცი რომ ყურადღებას იქცევდა ერთ-ერთი საათების მაღაზია, სადაც მივხვდი ერთი თვის თავზე მივხვდი ყოველდღე მივდიოდი და ვათვალიერებდი, იქ მიწევდა სიარული რა. მეთქი რას ვათვალიერებ ამიტომ საათები აღარ მახსოვდა, მივხვდი რომ უბრალოდ თანხების სანახავად მივხვდი რა ღირდა. ყოველდღე შოკირებული ხასი რომ ღირდა, მივიდიოდი რომ აი კიდე ერთხელ დარწმუნებული ყავი რომ საათი ღირდა 57000 თორე საათები არც მახსოვს, ფასები მახსოვს. ეხლა რატო ყვები? იქვე იყო ერთი მაღაზია, ძალიან ცნობილი ბრენდის ბრიტანული ბრენდის რეკლამაში ჩამეთვლება რო თქვა? არ არის საჭირო უკვე ჩაგეთვლება. ყველა ხო მივხვდი. ბრიტანულზე დავხვდები. ბრიტანული რაღაც ნუ აი ბლოი აი ქვია მაღაზია. ქვია აი ფლო and blow is fine time. და მოკლედ იქ შევდივარ ერთხელ და ნუ როგორ ავარ, იცი რა ხა? უნდა გაგაფრთხილოთ რომ სხვა დროს როცა მივდივარ ხოლმე მაღაზიაში მაგალითად და რამე მომეწონება და რაღაც აღმოჩნდება რომ ცოტა ძვირია და რაღაცა ვცდილობ რომ ის ხო არ ვიტყვი მაგის ფული არ მაქვს ხო ვერ ვიტყვი არა და ვიწყებ რაღაცების დაწუნებას. ნუ მოკლედ ეხა ამას ატომამ შევედი მაღაზიაში და გამოკიდებული იყო გარედან მე მომეწონა სხვადასხვა მანეკენზე რაღაცა პალტო რომელიც ნუ აი რაღაც ჩავიცვი და გამოვიყურებოდი ეს პრინც ჩარლზი ვითლამის. მოკლედ სასწაული პალტო იყო აი ცხოვრების პალტო იყო. აი გეძახდა შენ ხო, ნუ აი მე ჩემი ცხოვრება ორად გაიყო ამ პალტომდე და ამ პალტოს მერე და ნუ ასე შემდეგ. მოკლედ, ნუ აი ძალიან სასწაული პალტო იყო და ჩავიცვიდე რომ მოვიზომედ რაღაცა. მეთქი რა ღირს. ფული მიდევს ერთ 1500 ლარი რაღაცა. ბარათზე. 7900 ლარიო. კაცია უკვე. ხო, ხო, მაშინ ეხა
იმ ეხა მაინც ფეისი ხარ, გაიგე? ეხა სანამ შეხვალ მაღაზიაში ყველაზე მაგარი მომენტი მან რა არის 1500 თუ რაღაც მედოო და თამამად შევიდა. ანუ შემეთქე რა აუნაღირდეს რომ გოგოები იქნებოდნენ ასე ის გაეპრანჭებოდნენ რაღაც. ნუ იქ ისეთი ჭაღი იყო უკვე მივხვდი რომ ცოტა შარში ვიყავი, მაგრამ თავს ვიყვებდი. ნუ მოკლედ შევედი და 7100 ლარი. ფასტაკლებითო გაგიმართლათო რომ შემოხვედითო 7100 ლარიო. გავარგეს მის ახლა და სხვა დროს ხო გეუნებია რა, ანუ მიტყდებოდა ხოლმე რომ ხა ტელევიზიაში მუშაობ, ფეისი ხარ, ფუ ახლა ეგეთი ხალხი ხო რაღაცას არ იწუნებს იმის გამო რომ მისი ფული არ აქვს, რაღაცას იწუნებს იმის გამო რომ არ მოწონს. ჯიბე აქვს სხვა ფორმის. გავარგეს მის და სხვა სიტუაციებში სულ ამბობდი რომ მეთქი აი ჯიბე ზედმეტია რაღაცა და ეგრე დავიძრუნდი ხოლმე თავს, მაგრამ იმდენად იდეალური პალტოა რომ მაგით უფრო ტეხავს რომ რაღაცა არ მოგწონს ამ პალტოში, ვიდრე იმის რომ ფული არ გაქვს. და აი მახსოვს რომ სანამ იქ შევიდოდი მანამდე ერთი ვიღაცა მიცნო იქ სამის და მოკლედ დავდივარ რომ ფეისი ვარ შევედი ფეისი დღეს შოპინგობს აი და ნუ აქ შევიდა მოვიცი და მითხეში და მეთქი ხო ანუ აგინდათ თუ არა მე და ფული არ მაქვს მეთქი ზებედიზესი როგორ შოპში არა თავიდან ხო ნუ თავიდან როგორი სახები ქონდა აი იუმორისტი ფული არ აქვს ჩაგილაგოთ მეთქი არა ფული არ მაქვს არ შემოგთავაზა ვერსიები იქნებ გითხრათ რომ გვერდით ნახავ გავაცნობიერე რომ რა ფეისი ის აი ესე გამოვედი ერთი ორჯერ უკან კი გავიხედე ესე პალტოზე მე უარესი ისტორია მაქვს. სესილია თაყაიშვილი იყო, ხო იცი იქ, აი ესე ვიყავ. კარგი ვიტირებ, გეხვეწები. მეგობრებო, აგროვებთ ილოს პალტოს. აი ხა ხო შეიძლება და იმ მაღაზიის სახელი იქნება და გამოეგზავნათ. მე Facebook-ზე დაკება იმი ოცნებები ხდება. მიხდებოდნენ ისედაც, მიხდებოდნენ ის მაღაზია. ყველაფერი ნათქვამია. რა ნაგლია, თო, აი იმაზე ლაპარაკობს 1000 აღარ არის ამ მაღაზია. შევედიო, იმ პალტო დაიწონა, პალტოზე მაგ გაცილებით უარესი ისტორია, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა. ბავშვობა დავდიოდი, სადღაც ალბათ მე-4, მე-5, მე-6 კლასიდან, აი ერთი პალტო მეცვა, რომელიც მე კურტკა არ გახდა რა. სანამ კურტკა არ გახდა და აშკარად იყო გოგოს პალტოში. ან წითელი იყო, კლეჩტი რაღაცა ბეწვებიანი, ეს ფიგურაცკას ბეწვები ქონდა. ანუ კაცის არის ევროპაში ეგრე დადიან და აი ერთი 8 წელი მიდავდეთ. იყო ხილები პირიქით ქონდა, აი ესე. და მაგილებზე რას გეუნებოდი? მერვე კლასში მიხდი ხო რომ უკვე უნდა მერვე კლასში აღარ მქონდა გაправები, ვეღარაფრით ვეღარ ვიправებდი. ნუ ან ეს უნდა ეთქვა რომ დამაბულინგეს ღილები რო აქეთ აქვს ის თემაა რომ აი როგორც მაგალითად იაპონიაში და მარჯვენა რული ეგეთი გაправებებიც იყო. შეიძლება კლასელებიც რომ გეუბნებოდნენ რომ გოგოს კაცია და აი თქვენ გოიმებო თქვენ არის ევროპაში როგორი სვამენ აი მაშინ გამოვიბრძმედი მე მაგ ბულინგის დროს კი. მოკლედ აღარ მოდი ახლა წარსული მე უფულობებზე აღარ წავიდეთ რა. ანუ ერთადერთი პირველი ნაწილი დასრულდა მეგობრებო გადავდივართ მეორე ნაწილზე სადაც არაჩვეულებრივი სტუმარი გელოდებათ. ოხ რა მომხევით